ვცდილობ შვიდობის და ყველას. მოკლედ. გზასასწავლის სადღაც გილოცავთ დღევანდელ დღეს ბარბარობას ძვირფასებო, მისი ძალა და მადლი იყოს თქვენი და თქვენი ოჯახების მფარველი, ჩვენი ყველასი მფარველი, რომ ჩვენს ცხოვრებაში, გულში, ჩვენს გარშემო სამყაროში იყოს ბედნიერება, ჯანმრთელობა, მშვიდობა და რა ვიცი, ყველაფერი საუკეთესო. რა თქმა უნდა, ვაკეთებ ლობიანებს და ალბათ დღეს მთელი საქართველო ლობიანებს აკეთებს, ან უფრო სწორად, ალბათ ყველას 70%-ს უკვე აქვს ლობიანი და 30% ან იყიდის, ან აცხობს დღეს. მე დღეს ვაცხობ, ცომი მაქვს მოზელილი 2 კილოსი, ვაცხობ ღუმელში, იმიტომ რომ ტაფაზე დიდად არ მიყვარს, ზოგს ძალიან კაი გამოსვით, მაგრამ მე ჩემი გაკეთებული ღუმელში მიყვარს და შესაბამისად ვაკეთებ ღუმელში, აი ასეთი დილა ჩვენთან. ერთი ყავა მე უკვე დავლიე თქვენის ნებართვის გარეშე. ხო და ეხლა დავლებ მეორეს, ოღონ ყავა სად არის? მე დავბრმავდი? თუ ყავა არ ირის? აი? დავინახე. დაგინახე შორიდან. აუ რასმენა. კი, არ ვიცი. არა. ანდრუს წახვედი? კიდე კაი. დაგინახე შორიდან, შენი კოცნა მომინდა. ასე. რა? რა არ ცოდნიათ? წინაზე მე და თორნიკე შენ არ ვიყი, მე და შენ არ ვიყიდეთ? აბა ვინ მე და ვიღაცა ვიყავით, მაშინ მე და ანდრია ვიქნებოდით. ნუ მე და შენ ვიყავით იქა. მე და შენ ვიყავით. მე და შენ ვიყავით, მე შენ და ევა. და მეორჯერაც ვიყიდეთ, უკვე ორჯერ ვიყიდეთ იქ. ყველაზე მას იყიდა. ყველამ ვიცით, ყველამ ვიცით. ყველამ ვიცით. ასე. ჩურჩხელა 25 გრამი. პირველი კვება ჩემი იყო ზეფირი და გოზინაყი. ეხლა არის ჩურჩხელა. ჩურჩხელა. ბაია მოდის. ვინ არის? კი. ბაია ყავს მუცელში. 3. 3. მე არაფერი მახსოვს ახლა და. ბაია ამოცელში კი? მოკლედ ხალხო, სამზარეულოში ვარ, თბილად მოკალათებული იქ თევასთან იკარი. დღეს გვაქვს ძალიან ტკბილი და ძვირფასი დღელობიანების ცხობის აქ მყავა. პირველი ყავა უკვე დავლიე, როგორც გითხარით, ზეფირთან და გოზინახთან ერთად, ეხლა მეორე ჩურჩხელასთან ერთად. რა თქმა უნდა, კალორიებს უთვლი და ისე. აქ მაქვს ცომი. აი, ეს ერთი. და მეორეც მაქვს იქით. ესე იგი დღეს მაინდა-მაინც დღეს დამემთხვა ყველაზე ისეთი რთული დღე ჩემი ციკლის პერიოდიდან, როცა
არაფრის კეთება არ მინდა ხოლმე, მაგრამ დღეს ძალიან ამაღლებული განწყობა მაქვს. მაგრამ არ ხო და ესე მინდა რომ გავაკეთოთ ყველამ ერთად ოჯახურად თბილად და ესე ერთად გემრიელად მე ვჭამოთ და ჩემთვის რა თქმა უნდა კალორიას ვუთვლილობიან ისევ ჭამ ჩვენს მარათონში ერთი ამბავია გოგოები ლობიანებს ვაცხობთ კალორიას ვუთვლით და ძალიან მიხარია და ძალიან ისე რაღაცნაირად ტკბილად ვარ და იმედი მაქვს რომ თქვენც ყველანი ძალიან კარგად და ტკბილად ხართ. ეს მოდი აქეთ დავდგათ. უფრო კარგად გამოჩნდება მგონი ეს. აი ნახე ხო, უფრო ლამაზად ჩანს. ხო და ეხლა მოდი აბა რამდენიმე ეს ეხლა მოიტანა ანდრიამ ეს პური, იმიტომ რომ პური რადგან ლობიანს ვაცხობ მეთქი, მაგრამ ხო იცით ჩემები როგორი მე პურეები არიან. ძალიან უყვარს პური. ჩხილი რო არ მაქვს ამას ვეღარ ვხსნი ხალხო. ხო და მოგეთ წავკითხოთ კომენტარები. ეს მათი ეგრა მოამზადე ნინი შოკოლადის ფილა რომ დაადო. ეს არის ძვირფასო დაბალ კალორიული შოკოიმას რა ქვია, ფორთოხლის კექსი, რომელიც ჯამში მე არ მიჭამია ოჯახის წევრს ვაჭამე, იმიტომ რომ არ მინდოდ. არ მომდონია გუში. იმდენი რაღაცა ის გოზინაყი რო გვაქვს და ის თურჩხელა და რაღაცა არაფერი აღარ მინდა. მე ძალიან მიყვარს ნიგზიანი ტკბილეული, ნიგზიანი და თხილეულიანი ტკბილეული. ეს რა ხელი გაქვს არაფრის გან შეგიძლია გემრიელობა მომამზადა მე კიდე კექს რო ვაცხობ გულისველი აქვს და რას ვაშავებ ფქვილს აკლებ მეტი არაფერი თანდათან ისწავლი კონსისტენცია როგორი უნდა იყოს თავიდან ის გააკეთე რა ქვია სასტორი იღირე სამზარეულოში და გრამობით გააკეთე ხოლმე აი რეცეპტებში როგორც არის მითითებული ნუ ზოგ რეცეპტში არასწორად არის ხოლმე მითითებული და მაინც არ გამოდის მაგრამ გამოცდილი რეცეპტები ნახე ხოლმე და ეგრე გააკეთე და მე უკვე თვალი მიეჩვევა როგორი უნდა იყოს კონსისტენცია და მე მაგალითად უკვე რამდენი წელია ეგრე ვაკეთებ. მადლობა. თქო სამოვატაინე დაფნის ფოთლი. ხო. აბა მოდი იმას ვქნათ ჩავაგდოთ. გავრეცხოთ და ისეთი კაი სუნდგება ხოლმე ლობიო რო იხარშება და ეს გდია რომ მეტი არ შეიძლება ხო გამხმარი ჯობია მაგრამ ესე ძალიან კაია მე ტოტს პატარა ტოტს მოვეხავ და ამოვიტან ესე და ახლა ჩავაგდოთ ასე მეტი. დაბარაწული შოთი მოიტეხ. მიდი გამო. მეც კი მომინდა, მაგრამ არ შევჭამ კაცლობიანი უნდა შევჭამო და. ესე. ასმათი ნინი სამზარეულოს კარტები განაახლეს აცე გაუტკეთე. ხო იცი რომ კრასკავენ ძვლა ვერსის და ლამაზი დარჩება. მუქი მწვანე ფერი მოუხდება. ძვირფასო ეს ჩემი არ არის. რა ვიცი. მე საერთოდ აქ სამზარეულოს გაკეთებას ვქეკ. მოის ახალი წლები და რაღაცები ქათაიბლის მინდა რომ მივიდე საბაში და განვადების ამბები გავიგო და მინდა რომ აქ გავაკეთე ყოხთა სამზარეულო. აი აქეთ ვხარეს. და მე ეს ყველაფერი რაც აქ არეკავა და მაგიდაზე მიწვია იქ შელაგდება კარადებში. ხო და აქ მე მინდა რომ ეს მაგიდა ძალიან ძველი და დანგრეულია და გამოვცალო ყოხთა მაგიდა და სკამები დავდგა. უფლით ყველაფერი იქნება ძვირფასება მთავარია კარგად ვიყოთ და გულში სიკეთე გქონდეს და ყველაფერი იქნება. ეგორი არის მთავარი. თინათინ გამარჯობა ნინი ძალიან მიყვარხარ ევარ უსაყვარლესია მიყვარს ევარ ყველანი მიყვარხართ მაგრამ ევარ ხან პატარა მიპატარებ მიყვარს გილოცავ ნინი დამდეგ შობა ახალ წელს მადლობა ძვირფასო. იკა. ეხა ის ჩამოვარდება და კატას დაეცემაზე აი ეს ჩავარდება. ჩავარდება თქო გაასწორე.
აი მეც გილოცავ ყველას ვიფასებოდ ამდენ შობა ახალწელს და ბედნიერები იყავით, ვიყოთ ყველანი. მადლობა. ირმა ბედნიერი და ლამაზ ცხოვრებას გისურვება. მადლობა ჩემო საყვარელო ირმა. ლელო კინინი მაქვს ნაცვის ხე. დავდგით ხალიში შემოიტანა ბედნიერი ახალი წელი გქონდეს ყველას ვიფასო. მადლობა ჩემო საყვარელო. გუშინ ვიყიდე ეგ აქციაში იყო. გასინჯა. ინგა ნინდაევა ძალიან საყვარელები ხართ. მადლობა. დიდი მადლობა ძვირფასო. ბაჩო, დილამშვიდობისა ნინი გისმენ და ვიაზრებ თუ რამხელა წვრილი მიგიწვის ჩემს წარმატებაში. ახლა ამ ეტაპზე ძალიან გადამუშავების პერიოდში ვარ და შე რო გისმენ უფრო მეტად ვიაზრებ იმას თუ რეები მაქვს გამოსასწორებელი და ყველაფერზე ვმუშაობ. ძალიან მეხმარება ამ გზაზე შენი მოსმენა. ძალიან მიხარია ბაჩო, ძალიან მე ხედავ შენ წინ როგორ მიდიხარ, ხედავ როგორი მონდომებული ხარ შენს ცხოვრებაში, როგორი აი ყველაფერს აკეთებ, არაფერს არ იზარებ და მე ძალიან ვაფასებ ეგეთ ადამიანებს, ძალიან ვაფასებ მონდომებას, მცდელობას. შეუძლებელია რომ ეგ ადამიანმა არ დაინახო და არ დააფასო, მაშინ პრობლემა შენში უნდა იყოს. იკა, ეხა მაგს გუშონს თუ შეჭა, მე ლობიანს აღარ შეჭა. Am Ruben Sadi de Rose Dache. 3:30-ია. Როგორ? 3:30. მე ჩემთვის არ შეიძლება. შეიძლება 3:30-ზე. ჩემთვის არ შეიძლება და იმენა ამოაწო პური იმაში. პუ, ნუ კბენდა. არის გააგდე. ინგა, ჯერ ლაიქი და მე ბევრი გული, მე დავიწყებ ყურებას ჩემო საყვარელო. აუცილებლად ყველა, ვისაც გიყვარვართ, ვინც მიცნობთ, ჩემი სული ისეთ, შეგიძლიათ ხოლმე პირდაპირ ჯერ დალაიქოთ და მე უყუროთ, იმიტომ რომ მე ეგრე ვაკეთებ, როცა ადამიანი მიყვარს, ყოველთვის ჯერ ვალაიქებ. ნუ თუ რაღაცა ტრეში და დაშინელება მოხდა და კატასტროფები ილაპარაკა, მოხსნი ბოლოს იმ ლაიქს, მაგრამ თუ ვიცნობ ადამიანს და მიყვარს, ყოველთვის მასე ვაკეთებ ხოლმე და ძალიან გამახარებს ეგ ასევე. მადლობა ძვირფასო ინგა. ინგა ჩემი მარათონელი. მე არასოდეს არ ვუკეთებ ხოლმე დისლაიქს ვუკეთებდი, აი რაღაც საშინელებებს რო ლაპარაკობდნენ, რომ მირო დაიწყო და რაღაცა, მაშინ დანარჩენი ისე ჩვეულებრივი რაღაცები და დაჟე ადამიანები, რომლებიც საერთოდ სხვაგან არიან, მაგრამ ბოროტებას არ ლაპარაკობენ, მაგრამ ვაფშე სხვაგან არიან, არ ვუყურებ ამ ხედავ აფერისტები არიან რაღაცა, просто გავივლი და всё, დისლაიქი რატომ უნდა დაუწერო. ლელა ვაიმე. რასაყვარი ხარ როგორი თბილი და სუფთა გული გაქვს. სუფთა გულის გოგო ხარ კეთილი. უფალი გფარდეს მუდამ საყვარელო. ძალიან დიდი მადლობა ძვირფასო. არ ვიცი რასთან დაკავშირებით მითხარი, მაგრამ ძალიან დიდი მადლობა. ირმა ნინი წარმატებას გისურვებ ჩააბარებ, რა თქმა უნდა, ოღონდ ვერ გავიგე სახელმწიფო უნივერსიტეტები თუ უფასო ხდება შენთვის ფასიანი იქნება, რატომ არ აღიდგინე თავი 10 წელზე მეტია რაც სწავლა შეწყვიტე? კი, 10 წელზე მეტია. 2008-ში შევწყვიტე. თუ არა, 8-ში არა. 10-ში. ანდრია რო გაჩნდა, 9-ში გაჩნდა ანდრია. 8-შიც ვერ დავდიოდი წესიერად. 10-ში. 10-ში შევწყვიტე. დავრეკე, არა, შანსი არ არის ვაღდგენი სულ. არა, ეს ჩემთვის ფასიანი იქნება, ვამბობდი, როცა ის იყო, რა ქვია. გრანდი. მარიამ ნინი ლამაზო ძალიან საყვარელი გოგო ხარ, მიყვარ ხარ, მადლობა ძვირფასო ნინი, მადლობა ჩემო გოგო, ძალიან გამითბე გულიო. მადლობა ჩემო საყვარელო. დალი ნინი მახსოვს საქართველოში როგორი ქარი იყო ხოლმე, სადაც მე ვარ თოვლია, მოყინულია. ნი მომწოხარ გონიერი გოგო ხარ ზოგჯერ სევდიანი, ამიტომ მე ასე გეტყვი, შენ ხარ ოცნება, შენ ხარ სინაზრე, შენ ხარ ცის ცრემლი ცოდვილ მიწაზე, შენ ხარ სითბო და შენ ხარ ალერსი, მე მოგიფერე ახლა ამ ლექსით ბლოდ так дорогая. დიდი მადლობა ჩემო საყვარელო, აი სულამდე ჩავიდა, უღრმესი მადლობა დალი ჩემო საყვარელო, ძალიან დიდი მადლობა. აი როცა ადამიანს სურვილი უჩნდება, რომ სხვა ადამიანი ჯერ როცა ხედავს სხვის სევდას, მე როცა უჩნდება სურვილი, რომ ეს სევდა დაინახოს სხვა ადამიანის გულში სითბო შეიტანოს. ეს ადამიანი არის ღვთის საჩუქარი და მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აი ესეთი ადამიანები მიყურებთ და თქვენ ხართ ჩემთვის ღვთის საჩუქრები ნამდვილად. უღრმესი მადლობა. ჩემთვისაც არის როგორ?
ასმათიევა და ნინგილთოთ ბარბარებოსევა დიდი გოგოა უკვეო, ხო, დიდია უკვე ჩემი გოგოშკა. ინგანინი როგორ შემოგვეჩვია ქარიევა მომიკითხე. აბა ქარი რო არის ჩვენ სახლში 17 გრადუსია ხოლმე. ლელანი ჩემთან ისეთი ქარი იყო და არის კიდევ თან ყინავს ყვავილები სულ აქეთ იქით ეყარა შუქიც კი ჩაქრა ვაიმე. ციცინინი მიყვარხარ მინდა სულ რომ იყიმოდე და ხარობზე საუკეთესო ხარ. დიდი მადლობა ძვირფასო. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან მიყვარხარ ძვირფასებო. თან. აი არ ვიცი. ჩემს გულში ხართ. ზოგჯერ მიკვირს ხომ როგორ შეიძლება რომ ადამიანი იყოს ისეთი ღია ამდენი 1000 ზე ჩამოისხეს გუშონი. ამდენი 1000 ადამიანის წინაშე, როგორც მე ვარ თქვენს წინაშე და ზოგჯერ მიკვირს როგორ შეიძლება ამდენი 1000 ადამიანი იყოს როგორც ოჯახი შენთვის. როგორც თქვენ ხართ ჩემთვის. აი ის ძირი აქტიური მაყურებლები, ვისაც გიყვარვართ, ვის გულშიც მე ვარ, ვინც ჩემ გულში ხართ, ვისთვისაც მე ჩემ ცხოვრებას ვაზიარებ. ანუ თქვენ რო არა, თქვენი სიკეთე რო არა, თქვენი აი ეს თქვენ და ჩემი აი ეს ურთიერთობა რო არა, ეს არხი და ეს ბლოგი არ იარსებებდა, იმიტომ რომ ჩემთვის არის მთავარი. ანუ ყველაზე დიდ და ძვირფას რაც ვიღებ ეს არის ჩვენი ურთიერთობა. ჩვენი აი ეს ოჯახი. რომელიც თითქოსა წარმოუდგენელია რო არსებობს. ღმერთო სულ შეჭამა. და დამანახა. ეს წარმოუდგენელია. მე ჩემთვის მანდა წარმოუდგენელია. მაჩვენე. დათვირო თაფლ შეჭამს ხოლმე ესე. კიდე გვაქვს. კიდე გინდა? ნახევარი ეს ხარ. იმიტომ რომ შუბში ტყვია, ეხლა ამას ნახევარს რო შეჭამრავ კიდე თუ გინდა, მაგრამ ტყვია დაიჭედე და ეგ არის. ჩაის დავია შემოწმი როგორია გახსოვდი. ეგ ჩაისთან მისატანებელი არ არის. აუ ეხლა მოატანე. სადესერტო ყველი ვიყიდე და ეს აპირებს რომ ლავაშთან ერთად ჩაის. ხო. არა და იგივე ისა ყოფილა თონე. იქით დაიკეტა. გააქირავეს ფართი, სადაც თონი იყო და აქეთ გადმოვიდა, მაგრამ შოთების სხვა არის, ანუ ადრე იყო როგორ იცით, იყო კახური შოთი. კახური შოთი იყო ადრე და ეხლა არის ლავაშის ცომით გაკეთებული შოთი. ხო და ანუ ვინც კახური შოთის გემო არ იცის ის ვერ გაიგებს ხობას და ესეც შოთი ეგონება, მაგრამ ეს შოთი არ არის, ამას აქვს შოთის ფორმა და ლავაშია პროსტა. ანუ ლავაშს ყიდულობ უფრო ძვირად, უფრო პატარას. მაგრამ აი იქ მაშინ შოთი იყო, იყიდებოდა ნამდვილი. შეიცვალა მცხობელი. და შეიცვალა ყველაფერი. ეხლა არ გამოსკდეთ, იმდენ იმას ვაკეთებ ლობიანებს, ცოტა ჭამეთ, რომ შენაყრდეთ ცოტა. მოშივდა. ამას რა გააწვევს, აი მე ნახევარი ბანკაშის გუშინ ჩაისხადა. ეხლა ეს ლობიანი ძიად არ უყვარს და იმიტომ რომ აბა ხაჭაპურს ვაცხობდე. ხაჭაპური ახალ წელს. აუ, ახალ წელს იმ დღეს ჩამოვთვალე, აბა მეთქი რას ვაკეთებ და ვეცადე გამომეტოვა ხაჭაპური. მე არ მიყვარს ხაჭაპური და საერთოდ ჩვენ ოჯახში ადრე რომ ვაკეთებ, ხაჭაპურს არასოდეს ვაკეთებ. ხო, მე ჩამოვთვალე მეთქი ეს და ეს გამოვტოვე და იქამ ხაჭაპური ჩამატა. ეგრევე იგრძნო რომ რაღაცაში იყო საქმე. ესე იგი ხალხო, აბა რას აკეთებთ ახალწელს? ჩემია სახალხო სუფრა წლიდან წლამდე, აბა ძაღლს თავი გაანებე. არის უცვლელი. ანუ ყოველთვის მაქვს საცივი, ბაჟეს სტილში გაკეთებული საცივი, ყოველთვის.
ყოველთვის მაქვს შოთები მაგასთან, ან თეთრი პური, რავი, თუ საშინელი რიგი იყო შოთებთან. ისა შავი პური მაქვს ყოველთვის, იმიტომ ძალიან მიყვარს ოლივიესთან და ყოველთვის მაქვს ოლივიეს გარეშე მე ვერ წარმომიდგენია ახალი წელი. ძალიან მიყვარს. ასევე ნაპოლეონი, ყოველთვის მაქვს ჩემი მომზადებული ნაპოლეონი და ასევე ნაპოლეონის გარეშე ვერ წარმომიდგენია ახალი წელი. ეს არის ძირი ბაზა, ასევე გოზინაყი მაქვს ხოლმე, ჩურჩხელა, ხილი. ნიგზიან ბადრიჯანს შაშან მქონდა მაგალითად. ყოველთვის არ ვაკეთებ ხოლმე, მაგრამ გააკეთეო ის ძახის და ალბათ წელს გავაკეთებ. ტოლმა ყოველთვის არ ვაკეთებ ხოლმე, მაგრამ წელს ვფიქრობ რას იცი? ტოლმას გავაკეთებ, გავყინავ. და გაყინული მექნება და მე გამოვიღებ წინა სახალხო პერიოდში და იმას ვიზავ, რა ქვია, ესე ფეხით ვაშველებ ხოლმე მე. ხო, და ორში გვექნება მწვადი. სამში. რა სამში? ხინკალიო ეს იძახის. ძალიან ბევრი რაღაც გამოვიდა. მაშინ ტოლმას არ გავაგებ. ხო გექნება. ყველაფერი ერთად არ გვექნება. არა, ხო გექნება ჯერამში და ხატები გექნება, საცივი გექნება. ნახე ხა ქრონოლოგია. ბადრიჯანი გექნება. ქრონოლოგია, ნახე იმ ჯოგეუნები ნიგზიან ბადრიჯანი არ გვინდა. კი, შარშა გაფუჭდა. ხაჭაპური და ნიგზიან ბადრიჯანი ერთად. ესე იგი ნახე. 31-ში და პირველში რა გვექნება? ეს ჩამოვთვალოთ. 31-ში და პირველში გვექნება. ესე იგი, საცივი, ვისიც მოვიდა და მისმენს თოკო. საცივი გვექნება. როგორ გიხდება ეგრეთ მე ვგიჟდები. ის გვექნება კიდე რა ქვია, ოლივიე, ნაპოლეონი. ხაჭაპური. შარშან მადაში შევუკვეთე 100 ლარი, გადავიხადე ტორტი და მინდა რომ მე გამოვაცხო წელს ტორტი. მეთმის ზეები დავამატე. 31-ში პირველში გვექნება. ხაჭაპური და ბადრიჯანიც? რა თქმა უნდა, აბა საცივი და საცივი სხვა შეჭამდა. მაშინ უნდა მომეხმარო. აი კაპიჭო, აი კამდე ხელები. ოლივიეც გვექნება, ხაჭაპურის, ნიგზიანი ბადრიჯანის და ნამცხვარის. ორში. ნამცხვარი რომელი? რომელიც გინდა? ნაპოლეონი და ტორტი მინდა. შავი იყოს ტორტი რა. ორში. შავ-თეთრი. ორში. ნაპოლეონს მე არ ვჭამე. შავ-თეთრი. ორში წვალი. ორში იქნება მწვადი. თომა ავის ეხა თუ სხვებს უნდა დააჩარო. ტოლმა შემიძლია არ გავაკეთე, იმიტომ რომ ბებიასთან ხო წახვალ და იქ ყველა ვარიანტში ძალიან კაი ტოლმა დაგხვდება და მე რაღაცა ვიწვალო. თუ ნახე, მოდი გამოკითხვას ჩავატარებთ. ეს იძახის მოდიო ხინკალი გავაკეთოთ სამში და თუ ხინკალს გავაკეთებ, ტოლმას არ გავაკეთებ და თუ ტოლმა გიჩვენეთ, ტოლმას გავაკეთებ და ხინკალი აღარ გავაკეთებ. ხინკალი ჩემი გაკეთებული აქვს, ახსოვს ორი იყო წვენილობას დიო. ტოლმაც კაია, ჩემი გაკეთებული. აბა თუ ითო ნუაცენ ბავშვი. ვაფშე არ უნდა არსებობ. ტოლმა უყვარს თოკოს ძალიან. არ ჩე. არ ხინკალიც ძალიან უყვარს. რომელიც გინდა რაც. აი თუ დაფიქს ეს რა გიქენი. თა მინდა იცი, აი ყველამ ერთად რომ ვაკეთოთ და რაღაცა ეგენი მინდა რა. შენ იცი? ხინკალი. ესე აქვს ჰიტლერივით. უყურე? ერთი 4-5 დღით ადრე უნდა გქონდეს გაკეთებული. ესე იგი რა რიცხვში? რა იცი და 4-5 დღით ადრე და. ხო და როდის არის 4-5 დღით ადრე? 20? 26-27. აჰა. და იცი კიდე რას გეტყვი? 26-27-ში გაკეთებული უნდა გქონდეს. ყველაფერი ეს ინგრედიენტები ეხლავე ყოველ დღე ნელა უნდა ვიღირო. წუხელ მე და ანდრე ვიყავით ორნაბიჯი იცი რა რიგი იყო და ყოველ დღე დაემატება ეგ რიგი კიდე. მე ერთ დღეს ის უნდა გავაკეთო, ის ნამცხვარი, ირისი, შენ რო იდახომე უკბილოდ შეჭამსო, ეგა. ორში ხო ის იქნება, მწვადი საცში ხინკალი. იმან არ თქვა რომელი. არა ხინკალი თოგუს. ბეზონა, იცი რა შეა საქმე? რაღაცა ატრაკი თუ. იცი რა შეა საქმე, ბეზონა? ხინკალი ისა. გაჩუმდი შენ ბეზონა, კაი ტოლმა ბოლოს შედის ფიჭა. ტოლმა დიდი ხანი არ გამიკეთებია. და ხინკლებით ნინდა უნდა ამოვსკდით. მართალია. იმათაც კითხე თან აბა. ამოვსკდით რომ პირს რომ ვაგებდი, ხინკალი ამოდიოდა ხოლმე. დანარჩენებსაც კითხე. იანვარში მაინც გავაკეთოთ ხინკალი. რადის? იანვარში მაინც გავაკეთოთ ხინკალი. გადავშვენიერია. 14-ში გავაკეთოთ თუ გინდა ხინკალი, ან 7-ში. და დღესაც სწავლები არ არის თუ? აი. 7-ში გავაკეთე. 7-ში. ბეზონა, აი 7-ში გავაკეთე 50 წელი.
ნახეთ, ოქო ტოლმას აიცხა და ხინკა. ხო, მაგრამ შვიდში ხინკაა. ხო, ჯამში ხო მაინც ორივე ჭამ კაც. აი ეგუნდოდა ზუსტად. ორი. ტყვიანი კაც. ორში წვადი, სამში. ნეტა გადავრჩებოდეთ გეხვეწები. პირველში და 31-ში ოლივიე საწივი ხაჭაპური ნიგზიანი ბადრიჯანი. როგორ მივაყოლე და ახლა. თაჩქაჩქარა. აიფერი ამოაკლოსო. ხო და ასე შემდეგ და ჭარბი წონა და მთელი ამბები. ჭარბი წონა და ჭარბი წოლა. შიდა ძილი. ჭარბი წონა და ჭარბი წოლა. ძილი უწყვეტი სიკვდილია სხვადასხვა. ძილი უწყვეტი და ფილმები. ფილმები დავაი ბოლი და ის არის აქ. აუ, მუსიკა ფონზე. პირველს ხსნით რაღაცა თქვენ გინდა მე არ ვუყურებ ისაო რაღაცა ახალო. ახალო, ხო. მე უკვე იწერა სერიოზული ამბები. მე უკვე სამურაი ჩიტება ვიღაცა. ვიღაცა სამურაი. მე მაგნუმ 44-იც გაერა 100-აც გააძრობე. მენის კარტები წამო. ეს ჭამოა სიცილიაში. ხო და მოგეთ ესე ამბები ხალხო. აბა და თქვენებს აკეთებ. თქვენ იმდენ რაღაცებს ჩამოწერთ, ხა შაშა რო ვიკითხე, იმ ხელას უფლები ჩამოწერა ხალხმა. მე არაფერს ვაკეთებ ფაქტიურად. ძალიან 31-ს ძალიან კაია ის განწყობას ქნის თოვლი რო არის და ოთახში რო არიან ის საძულელი რვიანი. თან თოვლს ოთახში არიან ბუხარი გიზგიზებს საძულელი რვიანი ჩართულს. აი. ანუ მზადების პროცესში. საჭმელების მზადების პროცესში. საჭმელებს მზადების აგერ ლეპტოპს დავდგავ, ყველა მომეხმარება, აგერ აიქ. დავდგავ. აუ, აბა ეხა შენი წამოგორდა და მე აქ კედაზე იმაზე ჭერზე ჩამოკიდებული ვიყო ფეხით. გაცოდა მე უყურო. გავაკათოთ ჯერ კაი. თორე საძულელი ჩავთო საძულელი რვიანი. და შოვინისკა. და ოსკარიც აიღო რაინა. ეგრე რო არ ეთქვა, ოსკარი არ იქნებოდა. მოგეთ ხალხო დავაიქეთ ვიდეო გამოიწერეთ. არხი მიყვარხარ კოცნით და დროებით